ტრესი ლეცის პიესა აგვისტო ოსეიჯის საგრაფოს მიხედვით თავისუფალმა თეატრმა მაყურებელ სპექტაკლის სახლი აგვისტოს მზეზე შესთავაზა. ყველა პიესა ადამიანზეა, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს არის პიესა, რომელიც გვეხება ჩვენ ყველა სათითაოდ, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი მოვდივართ ბავშვობიდან. და დღევანდელი ფსიქოლოგია 21 საუკუნის უკვე საუბრობს ბავშვობის ტრავმებზე, შეცდომებზე, რომლებსაც აღზრდის დროს უშვებენ მშობლები, ხო? და ჩვენი მხრიდან რაღაცნაირად თეატრალურ ენაზე მოვყევით ის, რასაც გვირჩევენ თუ გვესაუბრებიან პროფესიონალი ფსიქოლოგები. ჯუნა რომ მარტო დარჩებოდა და ნოდარი გაიქცეოდა, მე თავს ვალდებულად თვლიდი, გენაცვალები ჩემი დაქალისთვის მიმეხედა, აბა? არავინ არაფერს გავალდებულებს შე. მაგაზი ახმობელი დაქალი ვინმე მყავს მე, ჰა? ახლა ვალდებული სხვების ოჯახურ ამბებში ჩაერიო. ხო და ეს ერთხელაც რომ წავიდა და არც წერილი დაწერა, არც დატოვა არაფერი რომ აი სადღაც მივდივარ რაღაცა დარეკა, მაშინ უთხარი ჯუნას. მე უთხარი გამოიტანე მაგისი რაც კი რამე აბადია ეს რაღაცა დაჯღაბილი წიგნები, ფურცლები, ქაღალდები დაობებული სუნიანი და გარეთ დაყავე და ერთი დიდი კოცონი დაანთემეთკი. რეჟისორის აზრით მაყურებელი პერსონაჟებში აუცილებლად ამოიცნობს საკუთარ თავს, ოჯახის წევრს ან მეზობელს. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი ამ სპექტაკლის წარმატებისაც, ერთის მხრივ პიესის წარმატების და შემდეგ უკვე სპექტაკლის. ყველას ეხება, ყველასია, ყველასთვის არის. ხო, ეს იყო პირველი მიზეზი, როდესაც წავიკითხე პიესა და ნახე ფილმი. არა. ნოდარი საკმაოდ პუბლიკაცია. იბარო. ოდიში პუბლიკაცია. რეჟისორმა ნიკა ჩიკვაიძემ ამერიკული ოჯახის დრამა ქართულ სინამდვილეს მოარგო და მოქმედება ოკლაჰომიდან თბილისის მახლობლად ოქროყანაში გადმოიტანა. რატომ საქართველოში? იმიტომ რომ თუმცა ვფიქრობ, რომ ნებისმიერ წერტილში პლანეტის ყველა გაიგებს ამას, ყველას შეეხება, მაგრამ ეს რო ყოფილიყო ქართული, კიდევ უფრო დაუახლოვდებოდით ჩვენ მაყურებელს, ხო და საკუთარ თავებს, რაც თავარი. სპექტაკლი ოჯახური დრამაა. მამა თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს. ტრაგედია სხვადასხვა ქალაქში გაფანტულ ოჯახის წევრებს ერთად შეკრებას აიძულებს. დრამაც სწორედ მაშინ ვითარდება. თეატრმცოდნე ანა ნომირიანაშვილი ოჯახის ერთად თავშეყრას რვაფეხებით სავსე აუზში ჩახტომას ამსგავსებს. სუხარების დღეებში ირკვევა საიდუმლოებები, რომლებსაც პერსონაჟები ერთმანეთს გულმოდგინედ უმალავენ. თუმცა წარსულში დაშვებული შეცდომებისაგან თავის დაღწევას ვერავინ ახერხებს. პირველად რო წავიკითხეთ ეს პიესა, ვიფიქრეთ, რომ ეს რა ოჯახი არის ასეთი, რომ ასე როგორ ვერ იტანენ ერთმანეთს. მერე მუშაობის დროს გამოვლინდა, რომ ყველა თავისებურად, ყველას თავისი სიმართლე აქვს, ყველას თავისი ტკივილი აქვს და უბრალოდ არ შეუძლიათ თანაცხოვრება ერთმანეთთან, არ შეუძლიათ თავიანთი ემოციის მოთოკვა. ხდება რაღაცა ესეთი მოვლენები, ერთი, მერე მეორე და არ მთავრდება. ამითი არის მართლა საინტერესო ეს პიესა, რა ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევს მაყურებლისთვისაც ალბათ საინტერესოა. ერთი მეორეზე მოვლენები ვითარდება და სპექტაკლის მერე და მაყურებლის რეაქციიდან გამომდინარე მივხვდით, რომ თურმე საკმაოდ აქტუალური ყოფილა და ბევრ ოჯახშიც ყოფილა ესეთი მსგავსი პრობლემები. დასაწყისში ნინელი ჭანკვედაძის პერსონაჟი სრულიად უყურადღებოდ არის მიტოვებული. ოჯახის წევრები მას თითქოს ვერ ხედავენ, ვერ ამჩნევენ. იქმნება შტაბეჭდილება, რომ ეს ხალბატონი ყველას მობეზრებული ჰყავს. თუმცა ძალიან მალე ვგებულობთ, რომ იგი ოჯახში ცენტრალური ფიგურაა და მოვლენათა წარმმართველი. პრინციპში მივყვებით პიესას, იყო კორექტირება დასაწყისში, ჯუნა უფრო აქტიურია პიესის მიხედვით, თუმცა ხო გადავწყვიტეთ, რომ ცოტა მოგვიანებით გამოჩნდეს პერსონაჟი, რომელსაც პრინციპში დგას მთელი ოჯახი და ჯუნასგან მოდის უკვე ის დანარჩენი
ყველა უბედურება, ასე ვთქვათ, ხო? მეწვის აბარდეს. არ შეიძლება მოწევა შეთვის კიბოკა ახალიან პავლეთა კიბომა დღეს გაიგე. და ნუ მეჩხუბებით კიდე იმდენი რა მაყრია თავზე. ნუ ჩხუბობ, თუ მეჩხუბებით. დედა არ გიჩხუბები, ანა, არ გიჩხუბები. ჯუნა ძლიერი ქალია. ბევრი ტკივილი გადაიტანა ცხოვრებაში, რამაც ხის კაცრ და ძლიერ ქალბატონად ჩამოაყალიბა. ყველაფერი იცის. ყველაფრის საქმის კურსია, მაგრამ თავად არაფერს იმჩნევს. ეგუება გარემოს და ასე აგრძელებს ცხოვრებას. იგი სიმსივნით არის დაავადებული და წამლებზეა დამოკიდებული. ხო, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცით. თავის ახლობლებისთვის მძიმეა. ესეთი ოჯახის წევრი როცა შენ ყავს, ოჯახის წევრებისთვის ძალიან მძიმეა. ალბათ მისთვისაც, იმიტომ რომ ძალიან ეგოცენტრიკი ქალია. ძლიერი ხასიათის, თავისი ტკივილები აქვს და ეხლა ყველა ამას გამართლება, ყველა პერსონაჟს თავისი გამართლება აქვს, რატომ არის ასეთი. ლიანა შენ დაურეკე? რაიმე ვიცი რომ აქ არის დილიდან ტვინი წავიღო, კაცო, გეკითხები, შენ დაურეკე თუ თავისით მოვიდა თუ როგორ იყო? არ ვიცი, მეგონა შენ დაურეკე. მეგონი მე დაურეკე, კი. ხო. ერთი რომ ეხლა თვითონ ეს დაავადება, ეხლა მე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რაც წამიკითხავს და რაც ვიცი, ადამიანს ძალიან ცვლის. ზოგს კარგისკენ, ზოგს ძალიან ცუდისკენ. ამიტომ ალბათ ეს დაავადებაც ამ ქალზე მოქმედებს. ბუნებრივია. და არის ესეთი სასტიკი და მკაცრი, იმიტომ რომ აღარცალია რევერანსებისთვის, იცის რომ ცოტა დრო აქვს დარჩენილი. და როცა ცოტა დრო აქვს ადამიანს დარჩენილი, ის ცოტა სასტიკად იქცევა. ნუ ყველა არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს პერსონაჟი ასე იქცევა. მე მერჩივნა კუბო თავახტილი ყოფილიყო. დედა, ხო გითხარი მაგაზე, ხო მოგიყევი, ეგ იყო შეუძლებელი, პრაქტიკულად შეუძლებელი. შეუძლებელი ის იყო, ჩემო მარიამ, რაც ჩვენ დღეს ტელევიზიით მოვისმენთ. ნახე, ხო დილიჟანსზე. მაგას მე დავიჯერებდი, მამაშენი რომ მოყვარიყო 1974 წელს. რეის პოეტი. 30 წელი მე კაც არაფერი არ დაუწერია. პოეტი. სამაგიეროდ რაც კარგი ქონდა, იმაზე არავინ არაფერი არ თქვა. მოდარი იყო მსოფლიო დონის ლოთი. თითქმის 50 წელი. მაგაზე არავინ არაფერი თქვა. მე ჩემთვის მაქვს გამართლება, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ ბოროტი იყოს ესე პერსონაჟი ითამაშო რომ ბოროტია. არა, ალბათ რაღაცნაირად ასეთი ტიპაჟის ქალები აი ამ თავისი სიმკაცრით, ამ თავისი უხეშობით, ამ თავისი რაღაცით ცდილობენ რომ დროზე ადრე მოამაგრონ თავისი შვილები. შენ გონია ყველაფერი წამართვი ხო? შენ გონია წამართვი. ესენი არიან ჩემი ნამდვილი მეგობრები. იცის რა დღეშიც არის მისი შვილი მარიამი. და ყველანაირად ცდილობს რომ გააძლიეროს და ფიქრობს რომ აი ამითი მას შეუძლია რომ დაეხმაროს, გადაატანინოს ყურადღება რაღაცა სხვაზე. აი ამიტომ რომ იცის რომ ეს ძალიან მძიმე პრობლემის ქვეშ არის, ფაქტურად ცილდება, ოჯახი ინგრევა. და ასეთი ხა ამას არაა გამართლება ამ სისასტიკეს, მაგრამ თვითონ ჩემთვის პერსონაჟისთვის ამას გამართლება აქვს. ესე ასე ამართლებს ის თავის საქციელს. როგორ იქცევით? როგორ იქცევი ან შენ ან შენი დაქალი, როგორ იქცევით? როგორ იქცევით ადამიანებს? როგორ ელაპარაკებით? შეიძლება ესე მოქცევა? ჩემი ოჯახის წევრები ასე არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. ამ ქალის გამოხატვის ფორმა არის ესეთი სასტიკი, ცოტა ადამიანების მიმართ, კაცრი, ამ სიმკაცრეს გულისხმობ. თორე იმას, რომ ძალიან ბევრს იტანს და რეალურად ვერ ვიტყვი, რომ ქმარი მოკლა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ შეუშალა ხელი. თუმცა ამას თავისი გამართლება აქვს, რომ ჩვენ მოვილაპარაკეთ. ჩვენ მოვილაპარაკეთ, როცა რაღაცა ჩვენ შორის გაწყდება საბოლოოდ და ამ კონტაქტს დავკარგავთ ერთმანეთში, თუ ის გადაწყვეტს, რომ ამ ცხოვრებიდან წავიდეს, ხელს არ შეუშლი. ხო, ეს ძალიან ძლიერი ადამიანის გასაკეთებელია, ამას სუსტი ადამიანი ვერ გააკეთებს, ბუნებრივია, მაგრამ ძალიან სასტიკია. რეალურად მართლა რომ დაერეკა გადაარჩენდა, ხო? ალბათ.
ამ სისასტიკეს გულისხმობ და ამ დაუნდობლობას. რა გინდა ჩემგანოდა რა გინდა გამოგეცადა ვინ იყო ყველაზე ძლიერი იყო გამომცადე მე ვარ ყველაზე ძლიერი მე ვარ ყველაზე ძლიერი ოხედავ ხელი არ შეგიშალე მოგაიგე ხაშენა ბიჭვარო ვინ არის ყველაზე ძლიერი სინამდვილეში ჯუნა მტაცებელია იმიტომ რომ არ იყოს სუსტი ჩაგრავს იმიტომ რომ თვითონ არ იყოს ჩაგრული ამიტომ ის თავის მოცემულობით უკვე სუსტია რომელსაც უწევს გადარჩენისთვის ბრძოლა და მისთვის გადარჩენა არის თავს დაესხას ოჯახის ყველა წევრს იყოს მტაცებელი ეს ალბათ პირველ რიგში სისუსტიც განმოდის და ამიტომ არის ჯუნა სუსტიც და ამიტომ არის ამავდროულად ძლიერიც მამაშენს კიდე ერთი მიზეზი ჰქონდა თავის მოკლისთვის ეგეც მინდა რომ იცოდე მარიამ და ეგ მიზეზი შენი ხავი შენ რომ აქ დარჩენილიყავი ჩვენთან შეიძლება არაფერი არ მოხდარიყო მე და მამა შენი ვიყავით აქ სიმღერაში გამოკეტილები შეგამიტოვებლები არა და ყველაფერი შენ შემოგწინეთ მარიამ მარტო მე არა მაქვს სიმღერები შენ ციცოდე შენ არ დამნაშავე ჯუნას 3 ქალიშვილი ჰყავს მარიამი უფროსი შვილია და აქედან გამომდინარე ოჯახური კონფლიქტების ემოციური და ფსიქოლოგიური ტრამვების გადატანა ყველაზე მეტად მას მოუწია. შესაძლოა ალბათ სამივე დაფიქრობს რომ მასზე არის თავის თავზე მოდის ეს ყველაზე მეტი დარტყმა თუნდაც უმცროსი ქალიშვილი როცა ამბობს რომ მშობლებზე ზრუნვა მე მეკისრება და სამივე ცდილობს რომ გაიქცეს აი ამ სახლიდან ამ სტრესული ასე ვთქვათ გარემოდან მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ერთად იკრიბებიან და გარდაუვალი არის ეს კონფლიქტი რომელიც დიდი ხანი გრძელდება ამ ოჯახში აი ეს ვიფიქრე და მივხვდი ეს ბიჭი შენ არ შეგეფერება მარიამ მიყვარს აი რა გიყვარს რა გავარხია სიტყვარ აი მაგასაც გაეში შენ თორე ჩახვალიქ და გადაიყვრე ბრძოლებს მოსიცი მარიამი, რომელიც გამუდმებით ეწინააღმდეგება დედის ავტორიტარულ ხასიათს, წლების შემდეგ სავარაუდოდ მისი მსგავსი გახდება. სამწუხაროდ გენეტიკას და რაღაცნაირ ბედისწერას მე მგონი ვერ გაექცევა ეს პერსონაჟი და ამას სპექტაკლის ბოლოს თვითონაც ხდება და ის აგრესია, რომელიც არა მარტო სხვების მიმართ, არამედ თავის მიმართაც აქვს იმის გამო, რომ თავს ვერ აკონტროლებს, რაც სწორედ ის, რაც ასე არ მოწონდა დედაში, სამწუხაროდ მასშიც აღმოცენდა და შეუძლებელი ხდება. ისე ვითარდება მის გარშემო მოვლენები, მისგან დამოუკიდებლად უბრალოდ შეუძლებელია, რომ რაღაცნაირი ასეთი რეაქცია არ ქონოდა ამ პერსონაჟს. მარიამი ცდილობს გაექცეს, არ დაემსგავსოს დედას და რაც უფრო მეტად გარბის, მით უფრო მეტად სწრაფად ეწევა ის. და ფინალში ფაქტობრივად ხედავთ, რომ ჯუნა მასავით მიდრეკილება აქვს სწავლების მიმართ, შვილი, რომელიც ერთის მხრივ ამბოხის გზაზეა და ძალიან გავს დედას პროტესტში, აგრესიაში. ბოლოს და ბოლოს, აი ესე ავდექი ერთ დღესაც და ჩემ თავს უთხარი, ნატა გოგო, აი ეს შენ ხარ, აი აქ და ახლა თქო. მოკლედ, ღვინის ჭიქა მიჭირავს ხელში, კატა ყავს, მუსიკა მაქვს ჩართული და საკუთარ თავთან ვარ სრულ ჰარმონიაში. არავინ და არაფერი არ მჭირდება რა. შუათანაშვილი, ნატა ყველაფერს თავიდან ირიდებს. თითქოს არაფერი ესმის, ვერაფერს ხედავს, მაგრამ ფაქტობრივად მოვლენათა შუაგულშია და მასაც ყველაფერი ეხება. კი ბატონო, თამაშობს უფრო იმას, თითქოს არაფერს არ ესმის, ვერაფერს ვერ ხედავს, მას არ ეხება.
ესეც ერთ-ერთი გადარჩენის გზა არის, იმიტომ რომ გადარჩეს. გადარჩენისათვის ბრძოლა მუდმივად თავდაცვის რეჟიმში ამყოფობს. ყველაფერზე თვალებს ხუჭავს. მაშინაც კი, როცა მის პოტენციურ საქმროს მოზარდთან ამორალურ ქმედებაში ამხელებენ. იცი რა, სანამ ციხის გაშვერას დაიწყებ, ჯობია რომ მისასთან გაარკვიოს ზუსტად რა მოხდა. რაღაცა ეჭვი მემარება, რომ ლისა ხაჭუთან და შამპო იყოს საფრთხეში. არ ვამბობ, რომ ლისას ვაბრალებ რაღაცას. ვიცი, ისიც ვიცი, რომ რატები დაიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა. ლისა ჯერ 14 წლისაა, მაგრამ მარიამ, ყველაფერი ეგრე არ არის, რომ კარგია, ცუდი იყოს, ბოროტია, კეთილი იყოს, გესმის? სიმართლე არის სადღაც შუაში და ჩვენ ყველანი ცხოვრობდა ეგრე შუაში. ბუდიში მაგრამ არ გავისურვა წარმოდგენა არა გავშე როგორ უნდა მიიზიდო კაცები რამდენ ხანში მამა დაგასაფრთხო ცოტა ხნის წინ და არ ვცდილობ ეხლა ვინმე მივიზიდო. მე გეუბნები ეხლა მიიზიდე ამ ცუქას გამომართულე ყავს უკვე კაცი მყავს. რა შენ არ მითხარი ამ დილით არ ვეძებო არ ვეძებდეთ, იმიტომ რომ მყავს და დამანებებთ ეხლა. აი ეხლა არ დაგარებებ თავს და უმცროსი ქალიშვილი ნინი მშობლების მორჩილია. უსიტყვო დასრულებს დედის სურვილებს, თუმცა დროდადრო პროტესტსაც გამოთქვამს. ნინი არის დირექტიული აღზრდის შედეგი, როდესაც ბავშვს არ აქვს უფლებები, ბავშვს არ უსმენენ, ბავშვი ის უნდა აკეთოს, რაც დედას უნდა. ბავშვს, რომელსაც ბავშვობიდან აკომპლექსებენ, ეუბნებიან, რომ მისგან არაფერი არ გამოვა. ის დღესაც ბავშვია, ამასაკის, მაგრამ ბავშვია. მხოლოდ მას მერე იღებს ხმას, როდესაც თავს დაატყდება ფაქტობრივად რაღაცა კატასტროფა. იგებს, რომ მასთან აქვს ურთიერთობა, ხო? ხო, ამ შემთხვევაში, ძალიან დიდი გარდასახვა აქვს პერსონაჟის. ხდება ისიც ამ შემთხვევაში მონსტრი და კაცმა არ იცის კიდე რას მოიმოქმედებს, როდესაც ტოვებს ამ სახლს. გაჩვდი რა, გეხვეწები ბაბაძენი, მეც არ ვიცოდი. გეხვეწები. გაჩვდი, მოიცადე. როგორ მესის ხები და დაიწყო. გაჩვდი, მომისმინე. არ ვიცოდი რა მექნა, ლიანა მეხლა ხას მითხრა, მეც რო გაიგე. არავის ბრალი არაფერი არ არის ამ პიესაში. ეს არის რაღაცა წამოსული შორიდან, თაობიდან და ალბათ ის, რომ გადაუმუშავებელი ტრავმები არ არის ამ ტრავმებზე ნამუშევარი და მე მგონი ფსიქოლოგებიც ამას მოგვიწოდებენ, რომ კი შეიძლება რაღაცა მსხვერპლი იყო გარემოების ოჯახის, მაგრამ ყოველთვის შეიძლება გამოსავალი იყოვოთ, თუნდაც ფსიქოლოგიაში და იმუშაოს საკუთარ თავზე. აქ ჩვენ ხედავთ, რომ რაღაცნაირად ინერტულად გაქცევა გონიათ ამ შემთხვევაში პერსონაჟებს, ამ დედისგან გაქცევა, გადარჩენა, თუმცა ხედავთ, რომ ერთი ქვეყნის ერთ მხარეს არის, ერთი ევროპაში ცხოვრობს, თუმცა მაინც ვერ გარბიან იმ პრობლემისგან, რასაც ქვია ტოქსიკურობა, რასაც ქვია არასწორი აღზრდა და ის რაც უკვე ჩანერგილია მასში. შენ რო გეშინია რაღაც ქიმიური რეაქციები ხო ხდება შენ ორგანიზმში. შიშის დროს რაც გამოიყო. კი, ეგრეა. ადრენალინი გამოიყო. ხო, და განსაკუთრებით, როცა სიკვდილის გეშინია. ხო ხდები, როცა ოფლიანდები და გული გიჩქარდება. კორტიზოლი. ხო. და შენ რა გონია, ცხოველი არ განიცდის შიშს? ჩემი დიშვილი ხარ. ეგრეა, კი, ეგრეა. ხო და როცა ჭამ ცხოველს, აყოლები იმ შიშს, რომელსაც განიცდი და როცა კლავდნენ. კი, ეგრეა. მოიცა. ეხლა რა გამოდის, რომ თითქმის ლამის 64 წელი ყოველ დღე დღეში 3 ჯერ შიშ ჭამდი? არის ასევე შიშს ლაპარაკობს ბავშვი, ცხოველის შიშს, ის ვეგეტარიანელია პიესაში და თითქოს ერთის მხრივ არ ცდილობს ამ ცხოველურ სამყაროში ჩაებას და პრინციპში ის ყველაზე უმცროსი თაობის მსხვერპლია. ჯერ კიდევ აქვს თითქოს შანსი რომ გადარჩეს, მაგრამ ესეც აღურებელზე ალბათ დამოკიდებული, როგორ
როგორ არ იქომს ამ ბავშვს. გავედი უბრალოდ ეგეც გამოვიდა. სულ ეს იქაც მითხარი. ყველაფერი მომიყარი, გაიგები. არაფერი არ მომხდარა. არაფერი არ მომხდარა. სირას გამიგდი საერთოდ ნერვიულად, შენ ნორმალური ხარ, ჩემ ყვინარ სისტემაში.